პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი, რომ ამდენი დაინტერესება იქნებოდა და ამ ხელა ენთუზიაზმი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მინდა პირველ რიგში გამოხატო როგორც მადლიერება, ასევე პატივისცემა ჩემი კოლეგების მიმართ. მგონია, რომ ძალიან კეთილშობილ, ესე ვთქვათ, პროფესიას ემსახურებით. და მგონი მინდა ვთქვა პირველ რიგში შეხვედრის, ესე ვთქვათ, მიზანი რა არის. რომ ეს არის ერთგვარი გაცნობიტი შეხვედრა. მე მაინტერესებდა, მინდოდა გამეცნო ქართველი კოლეგები, რომ ვიცოდე რა არის რეალურად თქვენი საჭიროებები, რა რა ის დეფიციტს განიცდით და ზოგადად ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგები რაღაცა მაშინ ვაკუუმში და იზოლაციაში არ ვიყოთ და ვიყოთ პირიქით მუდმივად ერთმანეთთან ჩვენი კომპეტენციის თუ გამოცდილების გაცვლაში და გაზიარებაში. და იმედი მაქვს, რომ რაღაცა ეს პირველი შეხვედრა რაღაცა საფუძველს დაუდებს ჩვენს პროფესიულ ურთიერთობას მომავალში. ესე იგი, გეტყვით მოკლედ თანმიმდევრობას, რას გავაკეთებთ მოკლედ დღეს შეხვედრაზე. პირველი იქნება პატარა პოლები, რომელსაც შეგიძლიათ აქვე Zoom-ში უპასუხოთ, რომელიც არის ძალიან მარტივი კითხვები კი და არათი, ძირითადად რაღაცა 6-7 კითხვა. უბრალოდ რაღაცნაირად ერთმანეთთან შევიდეთ ინტერაქციაში და მეც თქვენგან მივიღო ინფორმაცია. შემდეგ მე მოგიყვანთ კონკრეტული გაკვეთილის მაგალითს, კონკრეტული მუსიკის გაკვეთილის მაგალითს. შემდეგ გვექნება საშუალება, რომ თქვენ გააკეთოთ კომენტარი ამ გაკვეთილის შესახებ, ნებისმიერი სახის რეფლექსია. შემდეგ ამ პრაქტიკული მაგალითის ანალიზს გავაკეთებ. და თეორიულ შეჯამებას სამ თეორიულ, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვან პუნქტად, რომელიც გონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი მუსიკის გაკვეთილისთვის. და ბოლოს გვექნება დრო კითხვები და ინტერაქციისთვის. ეხა გჭირდება და ხო, როგორც გითხარით, კითხვები დაწერეთ ჩატში და დეა შეაგროვებს ამ კითხვებს და აუცილებლად ვეცდებით, რომ ყველა კითხვას უპასუხოთ. მაქსიმუმ დრო გავთვალეთ 2 საათი და ვნახოთ, ანუ კითხვებს მაგის მიხედვით ვუპასუხებთ. თუ არა და როგორც ახლა უთმახსენეთ, თქვენს მე ბოლოს ჩემს საკონტაქტო ინფორმაციასაც მოგცემთ და კითხვებით შეგიძლიათ ასევე მე პირადად მე მომართოთ. ხედავთ ალბათ ხო ყველანი. კი, ჩემს. ბატონო, მადლობა. ანუ მე დაახლოებით ცით პასუხები მივიღე ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ამ პოლისგან, როგორცაც ველოდი და ან ჩემი შთაბეჭდილება არის იმ პედაგოგებთან გასაუბრების მერე, რომ ქართულ ენაზე ეხლა როგორც ვახსენეთ უკვე და ვილაპარაკეთ, რომ დარგობრივი ლიტერატურა არ არის. 1-2 მეგულება, ჩემი კარგი კოლეგების რაღაცეები, მაგრამ არა ისე, რომ მთელი წლისთვის გაწერილი მასალა არსებობდეს. ხო. და მე მგონი, ხო, შეგიძლიათ მითხრათ, ანუ რაღაცა თუ არასწორად ვაფასებ სიტუაციას და თუ არსებობს რაღაცა ისეთი კარგი დარგობრივი ლიტერატურა, რომელთაც ხელმძღვანელობთ. დავიწყოთ მოკლედ ჩვენი შეხვედრა. მე 4 წარმადგინა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ანუ ვმუშაობ უკვე დიდი ხანია, როგორც ადრეული მუსიკალური აღზრდის პედაგოგი აქ გერმანიაში საჯარო მუსიკალურ სკოლებში და ბაღებშიც ასევე და ასევე Little Music Makers, რომელიც არის ინგლისურ ენაზე და უფრო ამერიკული კონცეფციებია. აქ არის წიგნები, რომელთაც შეგიძლია, ანუ მთელი წლის პროგრამებია აბსოლუტურად გაწერილი. პირველი გაკვეთილი, მეორე, მესამე, ანუ ყოველ გაკვეთილზე რეალურად გამზადებული რაღაცა ისა გაქვს მასალა, რომელთაც შეგიძლია იხელმძღვანელო. და მე როგორც ვიცი, არ ვიცი, ქართულად ესეთი რაღაცა არ არსებობს, რომ რაღაცა მთელი წლისთვის თითოეული გაწერილი გაკვეთილი ჰქონდათ პედაგოგებს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ყოველდღე მუშაობდე 8 საათი და მე სახლში მიდიოდე და კიდე რაღაცა გაკვეთილის გეგმებს და კონცეფციებს იფიქრებდე. ხო, მოკლედ მე მუშაობ როგორც პედაგოგი, როგორც მე თვითონ მუსიკოსი და სიმღერების ავტორი და მუშაობ ასევე ეხლა სახელიც მაწერია Zoom-ში, აღარ გადავაკეთე Music Women Germany, რომელიც არის ორგანიზაცია, სადაც ვაკეთებთ პროექტებს, რომ ქალებისა და მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლობა, ესე ვთქვათ, და მონაწილეობა მუსიკის ინდუსტრიაში გაიზარდოს, კერძოდ გერმანიაში. დღეს როგორც გითხარით, დავიწყებ, თავიდან ფიქრობდი რაღაცა თეორიული მასალით დამეწყო ან რაღაცა ძირითადი კონცეფციები, რომ რა არის ზოგადად ეს ადრეული მუსიკალური განათლება.
ვეცდები, რომ ის რაც პატარა ისეთ ვიდეოში იყო, ჩვენ სარეკლამო ვიდეოში აღარ გავიმეორო. და გადავწყვიტე, რომ პირიქით ესეთი პრაქტიკული მაგალითით დამეწყო დღევანდელი შეხვედრა. შეიძლება უხეშად ვთქვათ, რომ შეხვედრის მიზანი არის მაგალითად, როგორ მოვასმენინოთ ბავშვებს კლასიკური მუსიკა ძალდაუდანებლად. ეს გაკვეთილი, რამასაც გაჩვენებთ, არის ძალიან გაჯერებული და ძალიან ბევრი გაჯერებული, ძალიან მსუყეა, არ გეგონოთ, რომ ეს 45 წუთში ესრება. ანუ მე ვიტყოდი, რომ ეს არის მასალა, რომელიც თავისუფლად შეგიძლია სამ გაკვეთილზე გაწელო. მე უბრალოდ მინდოდა, რომ რაც შეიძლება რაღაცა მეტი მეჩვენებინა, რაც შეიძლება მეტი ვარიაცია, რაც შეიძლება მეტი კომპონენტი ჩამერთო. და ასევე რა თქმა უნდა გააჩნია რა ასაკის ჯგუფია. თუ 4-5 წლის ბავშვებზეა ლაპარაკი, ყველაფერი რასაც ახლა განახებთ, შეუძლიათ რომ 4-5 წლის ბავშვებმა გააკეთონ. და მათ განვითარების დონე შეესაბამება. თუმცა ეს გაკვეთილი შეგიძლიათ გაამარტივოთ და გაართულოთ, გამოხშიროთ, ან კიდევ უფრო რაღაცა დატვირთოთ იმის მიხედვით, თუ რა ასაკის ბავშვები ყავთ და ზოგადად როგორია ჯგუფი, ხო? ყველა ჯგუფი ინდივიდუალურია. ეხლა რაც გამოკითხვაში ვნახე, ანუ ჩემი ასევე ვარაუდი იყო, რომ თქვენ ყავთ დიდი ჯგუფები. მე მაგალითად ეს გაკვეთილი ჩემთვის იდეალურია 7 ბავშვზე მეტი არ ესრებოდეს და ეს აქ ესეც არის. მუსიკალურ სკოლებში ჯგუფში 7 გაკვეთილზე ბავშვზე მეტი როგორც წესი არ აგვყავს ხოლმე. 4-5 წლის ბავშვებზეა საუბარი. ბაღში როცა ვმუშაობ, არის ხოლმე, რომ ჯგუფში უფრო მეტია, 10-12, მაგრამ ამ შემთხვევაში ასევე აღმზრდელია ჩემთან ერთად. მაშინ ვთვლი, რომ აუცილებლად ორი ადამიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ დიდ ჯგუფს უფრო მეტი დისციპლინა სჭირდება, უფრო მეტი ბავშვი არის და ყველას ინდივიდუალურად ყურადღებას ვერ მიაქცევ და ამიტომ ორი ადამიანი მაინც უნდა იყოს. მე არ ვიცი ეს რა თქმა უნდა რამდენად შესაძლებელია თქვენთვის რაღაცა ლოჯისტიკურად, თუ შეიძლება რომ რაღაცა თქვენი ჯგუფები ცოტა უფრო დააპატარავოთ, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება გაკვეთილი. მოკლედ, მე ამისთვის ავარჩიე ანტონიო ვივალდის წელიწადის დრონი, კერძოდ გაზაფხული. მოდი ბარემ ავიღებ ამ პატარა კარტებს, ახლა რასაც ხედავთ ეკრანზე, ეს არის ის კარტები და მასალები, რაც გაკვეთილზე მიმაქვს ხოლმე. და მოდი გადავიდეთ, როგორ ვიწყებ. წარმოიდგინეთ, რომ არ ვიცი, გაკვეთილზე მისასალმებელი სიმღერა იყო, თუ რავი, როგორც იწყებ გაკვეთილს, ვხედავთ წრეში და მინდა ახალი თემის წარდგენა. ვიწყებ მაგალითად კითხვის, რამდენი დრო აქვს წელიწადს. როგორც წესი, იმის მიხედვით თუ ხო ეს ეკრანზე როგორი ხატება, არ ვიცი, ზუსტადია, ჩვენ ხო არ ხარ. თუ როგორ ხდება, არ ვიცი. აი, ეს ხაზები დავაიგნოროთ ჩემს ეკრანზე. რამდენი დრო აქვს წელიწადს ვეკითხები ბავშვებს, როგორც წესი, გააჩნია, რა თქმა უნდა, რა ასაკობრივი ჯგუფია, დაეხმარებით, მიხვალთ, მოკლედ ჩამოთვლით 4-ვე წელიწადის დროს. თუ მანამდე რაიმე ლექსი ან სიმღერა გაგვიკეთებია ამ თემაზე, აუცილებლად ვიყენებ ამ შანსს იმისთვის, რომ ეს სიმღერა გავიმეოროთ და რაღაცნაირად გავახურო ბავშვები. და თუ არა და არც ეს არ არის პრობლემა, კითხვით გავაგრძელებთ და ეხლა რომელი წელიწადის დროა. და ხან გაზაფხული გვაქვს ხო? ჩავთვალოთ რა, ამას გაზაფხულზე ვაკეთებ ამ გაკვეთილს. გვეტყვიან რომ გაზაფხულია, შეგიძლიათ რაღაცა იმაზეც თვეების ჩამოათვლევინოთ. შემდეგ ისაუბროთ გაზაფხულზე, რა მოსდის ბუნებას და ბავშვები ალაპარაკოთ, რაც მთავარია თვითონ. ცხოველებზე, რა ვიცი, ხეები, ამინდი, ყველაფერი, ანუ რაც მათზე შრაბეჭრება მოახდინა, აუცილებლად გეტყვიან. ეს შეგიძლიათ ასევე იმის შანსადაც გამოიყენოთ, რომ წესებს შეაჩვიოთ. როგორც წესი, როცა ეკითხები, ყველა ერთად იწყებს, ესე ვთქვათ, ყვირილს ან პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ ერთდროულად ილაპარაკონ. რაც უფრო დიდი ჯგუფები გვყავს, მით მეტი წესები გვჭირდება და გამოიყენეთ ეს იმის შანსად, რომ ხო, ხელი აწიოთ. შეიძლება რაღაცებს ეთებს ვამბობ, რაც ისედაც იცით, არ ჩამომართვათ რაღაცა იმაში, რომ რაღაცა ისე გასწავლეთ. უბრალოდ ყველაფერს ვამბობ, რაც ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია. მე თქვენ მითხარით ბოლოს რა იყო თქვენთვის საერთოდ ახალი და რა არა.
რო ხელისაწევით ილაპარაკონ, ან თუნდაც ის რომ წრეში დააწყებინოთ ერთ ბავშვს და ყველამ სათითაოდ თქვას რისი თქმაც უნდათ. ამის შემდეგ თუ გაძლევთ ჯგუფის, ესე ვთქვათ, ბავშვების ასაკის შესაძლებლობას, მე ვიტყოდი რომ ამ კითხვას არ დავუსვამდი, თუ მინიმუმ 4-5 წლის ბავშვები არ არიან, კითხოთ რას თუ იციან, რას ნიშნავს სიტყვა კომპოზიტორი. მე როგორც წესი არ მახსენდება რომ ვინმე მიცოდეს ახლა ამ ასაკში. და ამაზე შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვის ენაზე. კომპოზიტორი არის ადამიანი, ვინც იგონებს ახალ მუსიკას და წერს მაგალითად. შემდეგ ეტყვით, რომ ესეთი კომპოზიტორი იყო ანტონიო ვივალდი, რომელმაც დაწერა ნაწარმოები გაზაფხულზე. და მაგალითად, სადაც გვიყვება და მოიმარჯვეთ თქვენი, ესე ვთქვათ, ვიზუალური კარტები რაც გაქვთ და თვითონ გიპასუხებენ, ხო? დაინახავენ ყვავილები, რაღაცა ჩიტებზე, ჭექაქუხილი და წყარო. ხო? ანუ ვიცით უკვე რა კომპონენტებს და რა თემატიკას შეიცავს ჩვენი ნაწარმოები. შემდეგ, ყვავილების მოტივის წარდგენა. მოვასმენინოთ ყვავილების მელოდიური მოტივი, რომელიც ხშირად მეორდება ნაწარმოებში და მელოდია ვიმღეროთ შემდეგი ტექსტით. ამ ტექსტსაც გაჩვენებთ, უბრალოდ ერთხელ ჩავრთავ ახლა ყვავილების მელოდიას, რომელსაც ზემოდან ადევს გერმანული ტექსტი, ზოგადად ორიგინალ ნაწარმოებს არავითარი ტექსტი არ ადევს. უბრალოდ ეს არის მაგალითი, რომელიც მაქვს გერმანული ტექსტით და მე გაჩვენებთ ქართული ტექსტით, ხო? ერთხელ მოვისმინოთ, სულ რამდენიმე წამია. Die Blumen blühen wieder, die Blumen blühen wieder, der Frühling bringt neue Lieder. ყველას ესმოდა, კიდევ ერთხელ ხო არ ჩავრთო ისმის, ხო? აუდიოს თმა. ისმის. კარგად ისმის. ისმის. Danke. მოკლედ, ეს ერთხელ მოვასმენინოთ, ან თუ გინდათ არც მოვასმენინოთ, მე მინდოდა რომ უბრალოდ თქვენ მოგესმინათ ეს ერთხელ რომელ მოტივს გულისხმობ და შეგიძლიათ მაგალითად დაიწყოთ ტექსტით და პირველი მაგალითად ასწავლოთ ტექსტი. მე ძალიან სპონტანურად ანუ მე გერმანულად ვაკეთებ და რახან გადავწყვიტე რომ თქვენთვისაც მენახებინა რაღაც ესეთი ტექსტი დავადე რომ ყვავილები შეგიძლიათ რიტმულად ვიტყვი ახლა ხო ანუ თვითონ სიმღერას რა რიტმიც აქვს და შეგიძლიათ ეს თან ტაშისპასთან ერთად ან აი ესე ბარძაყებზე ხელის ყრით ესე ვთქვათ გააკეთოთ ყვავილები იღიმიან გაზაფხული სეიმია ხო გვაქვს რიტმი რასაც მე შეგვიძლია მოგვიანებით მელოდია დავამატოთ უბრალოდ თავიდან შეგიძლიათ ეს ნელა ბევრჯერ და კარგი არტიკულაციით რომ აყვნენ გაიმეოროთ ხო და იცი რა დია მე მგონი რაღაცებს ის რა ქვია რაღაც არ ვიცი სეტინგებში გვაქვს თუ რაღაცა ხო მე მგონი რაღაცა რომ ხელს მოусვამს რაღაცეები ესმება ხოლმე შენც ესე ხედავ მე ვცვლი სამწუხაროდ და ამიტომ ყველა კაი არა უშავს კაი ამ სლაიდთან გამ ხო არ ვიცი კაი თავარია ხედავთ მოკლედ მეც არ ვიცი რატოა ესე ხო ამ ყვავილები იღიმიან გაზაფხულის ზეიმია მეტნაკლებად გამეორებას როცა შეძლებენ შეგიძლიათ დაამატოთ მელოდია მე ხა მელოდიას წავიმღერებ, ოღონ ორიგინალ ტონალობაში არა, ბევრად უფრო დაბლა, ძალიან გამომშალი მაქვს ყელი. რაღაცა ყვავილები იღიმიან, გაზაფხულის ზეიმია. შეგიძლიათ რამდენიმეჯერ ამღეროთ? შეგიძლიათ ასევე შემოიტანოთ, ესე ვთქვათ, როგორც პედაგოგმა რაღაც მუსიკალურ პარამეტრებზე იფიქროთ. ჩუმად ამღეროთ, ხმამაღლა ამღეროთ, ნელა ამღეროთ, ჩქარა ამღეროთ, ხო? 4 პარამეტრი რეალურად შემოიტანოთ ისე, რომ არაფერი არ ახსენოთ, არაფერი არ ახსნათ. უბრალოდ მოდი ახლა ჩუმად ვიმღეროთ. მოდი ახლა ცოტა უფრო ხმამაღლა. ან შეგიძლიათ даже კრეშენდო რაც არის, ანუ ჩუმიდან ცოტა ხმამაღალზე გადასვლა და ასე შემდეგ. ეს არ არის ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ვარიანტებსაც გეუბნებით, ეს არ არის, даже ვიტყოდი, რომ პირველად როცა აკეთებინებთ ამ ყველაფერს, იმდენად ბევრ ახალ ინფორმაციას აძლევთ, რომ არ არის აუცილებელი ამდენი რაღაცის ინტეგრირება და არ არის აუცილებელი ხამაინც ეს 4-ვე პარამეტრი გაავარჯიშებინოთ, ჩუმად, ხმამაღლა, ნელა თუ ჩქარა. ხო, მოკლედ, ეს მოტივი გავაცანით, რომელიც ბევრჯერ მეორდება და თვითონაც მოკლედ ისწავლიან ამის ყურით გამოცნობას ყოველ ჯერზე, როცა ეს მოტივი მეორდება. მომენტად ცოტა დავიკარგე სლაიდებში აქვე. შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ისევ ვზივართ იატაკზე წრეში.
ანუ აფეხზე არ ამგვარვართ და ბევრს არ მოძრაობთ. ეხა ამის შემდეგ მთლიანი ნაწარმოების პირველად მოსმენა, მისი თანმიმდევრობისა და შინაარსის აღქმა და კარტების დალაგება. და ანუ ვთავთ ეხა მთლიან ნაწარმოებს და მერე აი კარტები მაქვს, ხო? ყვავილები ხედავთ ეკრანზე რამდენჯერმე მეორდება, თუ არ შემეშალა მეგონი აქაც სწორი იმით დავალაგე. და ყოველ ჯერზე როცა ესმით ყვავილი, აყვებიან იმ მოტივით, რაც ვისწავლეთ, ხო? ანტაშის ყვრით, რომ რაღაცა ეს პულსი ასევე იმეცადინონ. და შემდეგ კითხავთ, აბა ეხა რა გვესმის? როგორც წესი, ხა ჩიტების და წყაროს გამოცნობა უფრო უჭირთ. ჭექაქუხელი იმდენად ინტენსიური მუსიკა არის, რომ ადვილი გამოსაცნობი და როგორც წესი თვითონვე გეტყვიან, რომელია ჭექაქუხელი. დანარჩენზე დაეხმარებით და დაეხმარეთ, რომ უთხრათ, რომ მაგალითად და ყურადღება გაამახვილეთ, ხო? არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის ანუ ბევრჯერ განმეორდება ჩვენი ყვავილის სიმღერა. ხო, ანუ მოტივს დიდად, ხო, არ ვიცი, თუ გინდათ იხმარეთ ეს იყო, თუ გინდათ არა. მე ყოველთვის ვამჯობინებ, რომ ძალიან ხო, ისეთ ენაზე იყოს ბავშვებს, რომ კარგად ესმით. ამ ყველაფრის მერე ფაზლივით დაალაგებენ, როგორც წესი ძალიან ეხალისებათ ამის სწორად დალაგება და გააკეთეს, ხო, რეალურად ფაზლი ააწყვეს, რეალურად იციან რა კომპონენტებისგან შედგება ნაწარმოები, შინაარსიც, ხო, ასე მეტნაკლებად, ესე ვთქვათ, გაიგეს და თანმიმდევრობაც ააწყვეს. შემდეგ, ხო, ამის მერე შეუძლიათ უკვე ბავშვებს ადინან ფეხზე და ყველას მივცეთ შარფები. ერთი ან ორი ლამაზია, იმიტომ რომ ყვავილებს რო აკეთებ, რაღაცა ისეთი ორ ფერში გამოდის და ცოტა ესე დავხრი, რომ ხო, შარფს ხედავდეთ. პირველი, ალბათ უფრო ისეთი იქნება ადვილი, გავაკეთებინოთ, რომ ეს შარფი ესე ნელ-ნელა სულ პატარ-პატარად დაკუჭონ, ისე რომ აი სულ რაღაცა ეხა პატარა ხელებში არ დაიმალება, მაგრამ ესე ვთქვათ, რომ დამალონ და რაღაცა პატარა მუჭად გადააქციონ. და მერე გახსნა და გაიფუჩქნა ყვავილი, ხო? შემდეგ შეგვიძლია ამ ყველაფერს დავამატოთ, აი მარცხენა მხარეს აიღე ხელში აქციე მუჭად, არის პატარა რაღაცა რიტმული ლექსი, თუ სავარჯიშო რას დავწერე ამისთვის, რომ ესე ცოტა ესე ვიზამ, ანუ თან ჭმუჭნიან ესე ვთქვათ ამ შარფს, პატარად აქცევენ და თან შეგიძლიათ აი ეს ლექსი ასწავლოთ, რომ აიღე ხელებში აქციე მუჭად, გრიხე და კეცზე დამალე გუნდა. თუ პატარა ბავშვები გყავთ, 13 წლის ბავშვს ამ კუპლეტის იქით არ ვიტყოდი, ანუ ბევრჯერ ამას გავამეორებდი. თუ გინდათ პირველ ჯერზე თქვით ეს პირველი კუპლეტი, მეორე გაკვეთილი რო იქნება, არ ვიცი რა ხშირით ატარებთ და დაუშვათ. ერთი კვირის მერე როცა გაკვეთილი კიდევ ექნებათ, ება მეორე კუპლეტი დაამატო, რომ დაგრიხე დაკეცე, აქციე მუჭად, სულ დაპატარავ და აღარ ჩანს გუნდა. ხო? და ესე ამის შემდეგ შეგიძლიათ, ესე თქვათ, ყვავილს როცა გავხსნით, ვიმღეროთ მაჟორული გამა. კარგი იქნება თუ ნაწარმოები რა ტონალობაშიც არის. ეხა აღმზრდელებს ვიცით არ გესმით მაჟორული გამა რა არის და ტონალობა საერთოდ არ იდარდო, საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. აი ეხა წავიმღერებთ და მიხვდებით, რასაც გულისხმობთ. რაღაცა აღმავალი ნოტები რომ უმღეროთ და თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, რომ ეს აღმავალი გერები იყოს მაჟორული გამა, გადასარევია. ანუ მაგალითად რაღაცა ესეთი, რომ დუ 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 დუ. მერე შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ჰაერში ისროლონ, დაელოდონ როგორ, ესე ვთქვათ, დაეცემა მიწაზე და ისევე უნები აიღე ხელებში, აქციე მუჭად, გრიხე და კეცე, დამალე გუნდა და ასე შემდეგ, ხო? ანუ მეორე კუპლეტსაც ვიტყვით. ამას გაამეორებინებთ რამდენჯერმე, სანამ მეტნაკლებად, ესე ვთქვათ, ტექსტს პირველ გაკვეთილზე სულ რო დიდად ვერ აყვნენ ტექსტს, არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ აქეთ მოტორიკას აკეთებენ და ხო, ძალიან ბევრი და კომპლექსური რაღაცა ხდება. მეორე გაკვეთილზე რო გაიმეორებთ, მესამე გაკვეთილზე რო გაიმეორებენ, რაღაც დროს მინიმუმ რაღაც ნაწილზე აყოლას შეძლებენ. ხო, და მერე რამდენიმეჯერ რო გააკეთებთ, იმდენჯერაც არ გავაკეთებდი, რომ ხო ძალიან მობეზრდეთ.
ესე მოკუჭულზე, მაგალითად მაჟორული გამის ნაცვლად, მე ამჯერად შეგვიძლია ვიმღეროთ ყვავილები იღიმიან, გაზაფხულის ეიმია. და ამის შემდეგ გავაკეთებინებთ, ანუ ჩვენ გვაყვავილები, კიდე რა გქონდა ყვავილების გარდა, კიდე გაახსენეთ რა კომპონენტები იყო, იყვნენ ჩიტები და ყველაფერის ვაკეთებთ ეს ჩარფებით, ხო? ჩიტები როგორ დაფრინავენ, შეგიძლიათ ჩიტებზე ცოტა მეტიც ელაპარაკოთ, აბა როგორია, როცა პატარა ფრთები აქვთ, დიდი ფრთები აქვთ, როგორ ჭიკჭიკებენ. ჩიტებით უსკამები გაქვთ, ხო? ანუ გაჩნია როგორი ოთახი გაქვთ, რომ ხეზე ჩამოჯდომა შეუძლიათ და ასე შემდეგ. მერე გვაქვს წყარო. წყაროს დროს ვასრიალოთ ისინი შარფები იატაკზე. ჩქარი წყაროა თუ ფართო და მდორეა თუ წვრილი და ჩქარია და ნუ თვითონ იგონებენ მერე ეს წყაროები როგორია. უმეტესწილად ძალიან ჩქარი წყაროებია ხოლმე. და მე რა გქონდა ჭექაქუხილი და ვაიმე ჭექაქუხილის დროს უნდა დავიმალოთ თუ არანაირი ისეთი სახალისო და სამალი არ არსებობს ოთახში ან ფარდების უკან ან თვითონ რამე დასამალი ადგილი მოაწყოთ თუ გაქვთ რამე დიდი ადგილი თუ შეგიძლიათ სადმე გადააფაროთ ეგ ყველაზე მეტად უხარიათ ხოლმე თუ არა და აი გადაიფარე უბრალოდ ჩარფი და რაღაცა კუთხეში რაღაცა დაპატარავდი და მიიქუჩე და ესე დაემალე ჭექაქუხილს. ამას რო გაითამაშებთ, რეალურად მოსული ხართ გაკვეთილის კულმინაციასთან. ამისთვის რაღაცა პატარა კადრები რაც მქონდა ერთად შევაწებე, იმიტომ რომ მგონია რომ ვიდეოთი უფრო კარგად დაინახავთ, როგორია, ვიდრე ეხა მე აქ ხო ანუ ვერც ვიცეკვებ და დიდი არც ჩანს კამერაზე. გაკვეთილის კულმინაცია არის ყველაფერი ის თანმიმდევრობა და ყველაფერი რაც დავალაგეთ. ეხლა ესე ვთქვათ თან იმღერებენ, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე, როცა ყვავილების მოტივი ესმით, მასწავლებელს რა თქმა უნდა დაეხმაროთ, რომ აი უკვე მოემზადონ, აი ეხლა მალე მოვა და უკვე რომ დაიწყონ ყვავილების გაკეთება და ასე შემდეგ. ანუ მუდმივად ავარჯიშოთ და დაეხმაროთ კონცენტრირებულები იყვნენ. ეხლა ჩავთა ვიდეოს, ხო ვუყუროთ ყველამ ერთად და მე რა თქმა უნდა, ხა ვიდეოს არადებს ის ქართული ტექსტი, ხო, მე რაც წაგიმღერეთ ყვავილებზე, მაგრამ ხო, ჩათვალეთ, რომ მან მაგ ტექსტს სიმღერებდით. ой, ძალიან დიდი ბოდიშით გაწყდა, არ მეგონა თუ გაწყდა. მეორე მაგალითად ალბათ არ ვფიქრობ შუმი არ შეიძლება შუმად ამღეროთ. წყარო კადრები დიდად არ ხდება კარგი, მაგრამ ჩათვალეთ და შარფებს დასრიალებენ.
მოკლედ ეს იქნება გაკვეთილის კულმინაცია. ეხა ხო. და შემდეგ ესევე გვინდა რომ დინამიკა ცოტა დაბლა დავიყვანოთ, ბავშვები დავამშვიდოთ. და მივცეთ სახატავი ფურცლები და ფანქრები, თუ რაც გაქვთ და ბავშვები ხატავენ გაზაფხულს, თავიანთ შთაბეჭდილებებს. ჩაურთეთ აუცილებლად როგორც ფონად, ისევ ნაწარმოები და ძალიან თავისუფლად მივუშვით, რაცაც უნდათ, იმას ხატავენ, რაც მათთვის იყო ყველაზე შთამბეჭდავი, იმას დახატავენ როგორც წესი. ეხლა შემოგთავაზებთ კიდე თვითონ ამ ყველაფრის, რაც თქვით. ხო, ერთი დეტალი გამომჩა, ანუ ისე თუ რაღაცა პატარა ის შეგვინდა რომ დავამატოთ. როგორც სიმღერის დროს გითხარით, რომ შეგიძლიათ ჩუმად, ხმამაღლა ნელა ჩქარა იმღეროთ, როდესაც რაღაცა მელოდია არ გაქვთ, ანუ რიტმული სავარჯიშო ან ლექსი გაქვთ, შეგიძლიათ ასევე, ანუ ხო აქვს ამას ესე ვთქვათ, სიტყვები რომ ამოვიღოთ, აიღე ხელებში, აქციე მუჭად, ეხლა რაღაცა რიტმულად უბრალოდ რაღაცა მარცვლებით რო თქვა, ბა 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 ბა, ხო? შეგიძლიათ მეორე მესამე გაკვეთილზე მაგალითად ესეთ სავარჯიშო გააკეთოთ, რომ შეგიძლიათ დაჟე გააგრძელოთ ამის კუჭვა და უთხრათ, რომ ჯერ მე ვიტყვი და მერე შენ. და ბა 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 და ხელით მიანიშნოთ მაგალითად ეგ რიტმული მონახაზი გაგიმეორონ. ეს ზოგადად შეგიძლიათ ხოლმე რაღაცა სიმღერებს და რაღაცა რიტმულ ლექსებს ყოველთვის რაღაცა პატარა კუდად მოაბათ, ხო? რომ ისე რომ თან რაღაცა ამ კონტექსტში იჯდეს და ძალიან ამოგლეჯილი არ იყოს, რომ აი ეხა მოდი რაღაც რიტმული სავარჯიშო და გავაკეთოთ. ხო, გაკვეთილი დასრულდა, ხატავენ, აქვთ რაღაცა რეფლექსიის საშუალება და ეხა ამ ყველაფრის კიდე მაგალითად გაღრმავება ან სხვა ვარიანტების გაკეთება, რის გაკეთება შეიძლება. თუ შეგიძლიათ, მოაწყობინეთ ოთახი, სკამების დადგმა, ну, რა თქმა უნდა, უთხრათ, რომ აქედან არ უნდა ჩამოხტნენ და რაღაცა უსაფრთხოების რაღაცა ეს ზომები უნდა დაიცვან. ხო, რომ ჩიტებმა შეძლოს შემაღლებულ ადგილას ხეზე ჩამოჯდომა და ჭიკჭიკი და გალობა დასამალი ადგილი მოაწყობინეთ და მოკლედ ძალიან ესეთი ჟრიამული იქნება. მეორე, მასწავლებელს შეუძლია რომ მოიტანოს რაღაცა სურათები, ხო, ისეთი რაღაცა ვიზუალური კარტები, რაც აქ გიჩვენეთ, მაგრამ ამასთანავე შეგიძლიათ რავი, ანუ მე რაღაცა ყველანაირ მისავლოს ბარათს და ყველანაირ პატარა რაღაცას ანუ ვაგროვებ ხოლმე, შეგიძლიათ გამიზნულოთ რაღაცა გულში მოძებნოთ გაზაფხულზე ჩიტები და ამობეჭდოთ და აჩვენოთ და ყვავილები და რაღაცა მოუყვეთ, ხო, რაღაცა ინფორმაცია მიაწოდოთ და როგორც წესი მე ბავშვები თვითონ ერჩევენ რომელი ყვავილი უნდათ, არა ფერის უნდათ, ან ეს რა ქვია, რომელი ფრინველი უნდათ რომ იყონ, არწივი მაგალითად თუ უნდათ რომ ძალიან რაღაცა ძლიერი ფრინველი იყონ, ზოგი ამბობს რომ რაღაცა აი მე დედა ფრინველი ვარ, მამა ფრინველი და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც შეიძლება, ხო, ესე ვთქვათ, მიეცით საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება. ინსტრუმენტებით აკომპანირება შეგვიძლია, ხო, რომელიც აქ საერთოდ არ მიხსენებია. თითოეული მონაკვეთი შეგიძლიათ თუნდაც არ გქონდეთ ბევრი ინსტრუმენტები, რაღაც აყოფა ცხოვრებო ნივთებით და ვკითხოთ, რომ აი თქვენი აზრით ეხლა ჭექაქუხილს რა მოუხდება მაგალითად, ან ამის აკომპანირება როგორ მოვახდინოთ და ასე შემდეგ. შეგიძლიათ უფრო დიდ ბავშვებთან, ან რამდენიმე ჯერ როცა გამეორებულია უკვე, არა დიდი დაგჭირდებათ 4-5 წლის ბავშვები მაინც, რომ როლების გადანაწილება მოხდეს და ჯგუფება დაყოფა, რომ ვიღაცები არიან ყვავილები, ვიღაცები ჩიტები, ვიღაცა წყარო და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ასევე უფრო ესეთი მოზრდილი ასაკის ბავშვებთან რაღაცა ვიოლინო აჩვენოთ და ვიოლინო მაგალითად ერთი გაკვეთილი გააკეთოთ ხელგაჯირებს და მუყავოსგან გამოჭრათ და გააფერადონ და სახელები დააწერონ და მე რაღაცა ჯოხით დააჩვენოთ. შეგიძლიათ ბუნებაში გახვიდეთ, ეს მუსიკა მოისმინოთ, ნამდვილი ანუ ყვავილები და ჩიტებს დააკვირდეთ და შეგიძლიათ თვითონ ბუნებაში გაითამაშოთ და ნუ ხელგარჯილობაში გულისხმობ შეგიძლიათ ყვავილები გააკეთოთ, ფრინველები გააკეთოთ და ასე შემდეგ. ხო. ეხლა მოკლედ ამ წუთას მოვრჩი მე ესე ვთქვათ, გაკვეთილის პრაქტიკულ ნაწილს და უკვე ისინი ვახსენეთ ისედაც
პუნქტები, რაზეც მინდა ლაპარაკი, მე ვეცდები რომ შედარებით ჩქარა გავიარო და რაღაცა სამ ძირითად პუნქტად შევკრავ ერთი თამაში, რაც ვახსენეთ, რომელიც ბოლოს ვილაპარაკებ მაგაზე. მრავალფეროვნება როგორც პრინციპი, აუცილებელი პრინციპი და ხო და ესე რა ქვია, ემოციური სარჩულის მნიშვნელობა, რომ ხო, მოდი დავიწყოთ პირველი მრავალფეროვნება როგორც პრინციპი, ანუ მრავალფეროვნება გვაქვს ცეკვა, რიტმი, ამ შემთხვევაში თან დავაზუსტებ, რომ მუსიკალური გაკვეთილის მრავალფეროვნებაზე ვლაპარაკობ. და ხო გვაქვს რიტმი, ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ძალიან ბევრი რაღაცა, ფორმა, მუსიცირების ფორმა, ადამიანმა შეიძლება მუსიკა მოისმინოს, შეიძლება მუსიკას აყვეს, შეიძლება მუსიკა დაწეროს, შეუძლია იმიტაცია გააკეთოს, წარმოდგენა დადგას, ხელმძღვანელს აყვეს, უხელმძღვანელოს, უდირიჟოროს, მუსიცირება სოლოდ, დუეტში, ჯგუფში, შეუძლია, რა ვიცი, ხო, რამე გამომჩა და ეს ყველაფერი, ეს ფორმები ზოგადად მუსიცირების უნდა გამოსცადოს ბავშვმა პატარა ასაკში და ეს არის ჩვენი მიზანიც და ასევე ისეთი უფრო რთული კონცეფციები და ფორმები, როგორიც არის სიჩუმე, პაუზა, კონცენტრაცია და ასე შემდეგ. ამას გულისხმობთ, ანუ მრავალფეროვნებაში, ხო, თან მინდოდა რომ ეს უბრალოდ ჩემი ვიდეო ჩამერთო რაღაცა ესეთი სხვადასხვა აქტივობების და თან ვილაპარაკებ. ხო, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანუ მრავალფეროვნება, ხო, რაც მე ჩვენს გაკვეთილსაც დავუკავშირებ ამ ყველაფერს, მრავალფეროვნება არ ნიშნავდეს ზედაპირულობას. მაგალითად, რაღაცა ბევრი ინსტრუმენტი მაქვს და მინდა რომ ყველა ინსტრუმენტი გამოსცადონ, ხო, და რაღაცა მრავალფეროვანია, ზოგი ხის მასალის არის, ზოგი მეტალის, ზოგს ასეთი ჟღერადობა აქვს, ზოგს ისეთი. თუ ეს მრავალფეროვნება იქნება ის, რომ ორი წამით დაუკრავენ ყველა ინსტრუმენტზე, ამ მრავალფეროვნებას არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ამ მრავალფეროვნებას უნდა ჰქონდეს თავისი სიღრმეც, ხო, და სუბსტანცია. ანუ ყველა ის ასპექტი, რაც გვინდა, რომ ბავშვმა გამოცადოს, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს. ხო, ჩვენი ვიდეოც მე მგონი მორჩა. და ხო, რამე ხო არ გამომჩა და ხო, ანუ ვაყოფა ეს ვიდეო, არ გვინდა მეტი. და მომდევნოზე. ასევე მრავალფეროვნებას დავუკავშირდები, რომ რამდენადაც ბევრ სიტყვაზე მოხდება ახალი მუსიკის განცდა და აღმოჩენა, მეტ უფრო ინტენსიური იქნება გამოცდილება. ანუ ბევრ სიტყვაზე ასევე გულისხმობ მოსმენა, მაგალითად მუსიკის მოსმენაზე, ხო, შეგვეძლო ეხლა. მოდით ახლა მოგასმენინებთ ვივალდს და ჩაგვერთო და მოესმინათ. ჯერ მაგდენი ხანი საუბრობთ ვერც მოისმენდნენ, მაგრამ ამაზე ბევრად ეფექტური არის, როდესაც ეს მუსიკა გადააქვთ წარმოდგენაში, მოძრაობაში, ნახატში, სხვა მედიუმში მაგალითად გადატანა. და რაც უფრო მეტი დეტალი იქნება და სხვა რაც უფრო მეტი სიბრტყეზე მოხდება, ეს ყველაფერი მით უფრო ძლიერია შთაბეჭდილება და აღქმაც უფრო ადვილდება. და ასევე მრავალფეროვნებაში დავამატებდი, რომ რაც უფრო მეტი სენსორული და აღქმის ორგანო იქნება პროცესში ჩართული, მით უფრო ღრმა არის შთაბეჭდილება, ხო? და ხო. ეს კიდე რამე ხო არ მავიწყდება, უბრალოდ ჩავხედავ. ხო, აი თუნდაც მაგალითად, ხო, სენსორული ჩვენს გაკვეთილზეც გქონდა, ხო, ესმით, ვიზუალური გქონდა. დაჟე ხშირად ვიტყოდი, რომ აი შემოდგომაზე გაზაფხულზე მოიტანოთ ყვავილი, ნამდვილი ყვავილი, გამხმარი ფოთლები და რაღაცა შეიძლება დაყნოსო, ხო? ანუ ცხვირის ორგანოც როგორ ვთქვათ, გავააქტიუროთ. თვითონ ბავშვებს იმდენად ისეთი კარგი ფანტაზია აქვთ და იმდენად ანუ თუ მისცემს საშუალებას შეიჭრებიან როლში, რომ იმ ყვავილებს ასე ჩარფით აკეთებენ, მე იმას გასუნინებენ თვითონ. რომ აი ნახე რა მაგარი სუნი აქვს. ხო. მეორე რაც ვახსენე, მუსიკალური ცოდნა ემოციური სარჩულის გარეშე არც ღირებული და არც სასურველი არის. ანუ ამაში რას გულისხმობთ? რომ მაგალითად, როდესაც მაგალითს მოვყვა პრაქტიკულს, მგონი უფრო გასაგებია, როდესაც ბავშვს რაღაცა პატრიოტულ სიმღერებს ვამღერებთ. ეს არის მაგალითი იმისა, რომ რაღაცა სიმღერას მელოდიოს, ანუ რაღაცა მუსიკალურ ინფორმაციას მას ვაძლევთ და ვასწავლით, მაგრამ ეს არის სრულიად ემოციური სარჩულისგან ცარიელი, იმიტომ რომ ბავშვს არ ესმის ეს რაღაცა სიმღერები, მას რასაც ამღერებენ და შეიძლება რაღაცა ბგერები და რაღაცა სწორი მელოდია ისწავლოს, მაგრამ მისთვის არანაირი ემოციური დატვირთვა და მნიშვნელობა ამ ყველაფერს არ აქვს.
აა და კიდე რა მინდოდა რომ მეთქვა. ხო, ანუ მუსიკა მათთვის არ არის რაღაცა ცალკე მდგომი რაღაცა ესთეტიური ფენომენი, არამედ რაღაცა აღიქვამენ როგორც საკუთარ ნაწილად და ხო, მნიშვნელოვანია რომ მათთვის რელევანტური თემები იყოს, რაც ვახსენეთ ახლა ვივალდი, ხო, ეს არის წელიწადის დროები, ეს არის ცხოველები, ეს არის მათ ირგვლივ ყოველდღიურობაში რაც ხდება. ხო. და ხო, ასევე მაგალითად ამაზე შემიძლია ესეც დავამატო, რომ არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზოგადად არტისტულად, ხო, ანუ რაღაცა მუსიკა ემოციის სარჩულის გარეშე ზოგადად არ არის ღირებული და არ არის სასურველი და ისიც მახსენდება, რომ ანუ მე როგორც უმაღლეს სასწავლებელში, ხო, ანუ ბაკალავრი, როდესაც მაგალითად სოლფეჯიო, ალბათ ვისაც რაღაცა გააქვთ მუსიკალური იმის სკოლის გამოცდილება, როგორც წესი, ერთ-ერთი საგანია, რომელიც ეჯავრებათ ხოლმე ბავშვებს, რომელიც ხშირად ალბათ ისიც არის, რომ რაღაცა რა ფორმით ასწავლიან, რაღაცა მშრალი ინტერვალები, დაითვალე, გამოიცანი, კარნახი დაწერე. და ამის კარგი მაგალითი მახსენდება, მე როცა ბაკალავრს სწავლობდი, ჩვენი პროფესორი მაგალითად, ანუ რაღაცა რთული კარნახების წერის დროს, ან აკორდების გამოცნობის დროს, ყოველთვის მეუბნებოდა, რა ემოციას იწვევს თითოეული აკორდი, რომელიც გესმით. მაგალითად, გვაქვს მეჯაკორდი, რომელიც მე მგონი ქართულად მეჯაკორდი არის, თუ არ სწორად ვამბობ, რომელიც რაღაცა ნოსტალგიურ ემოციას იწვევს. და გვეუბნებოდა, რომ როცა კარნახს წერ, ის ემოცია, რაც ამ აკორდს ახლავს, ბევრად უფრო მალე მოვა, ვიდრე კოგნიტურად შენ 4 ბგერას დაიჭერ ინტერვალებს გამოთვლი და მიხვდები რა აკორდზე არის საუბარი. და რაღაცა ისეთ მეცაც დავალებებს გვაძლევდა, რომ აი რაღაცა ფილმი არის, რაღაცა ფილმში ურეკავენ რაღაცა მთავარ პერსონაჟს თუ ვინც არის და ტელეფონში ეუბნებიან ცუდ ამბავს რა, რაღაცა ისეთ ინტრიგულ ამბავს, რომელ აკორდს ადებ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ამას გულისხმობ, ანუ რომ აი მუსიკალურ დარგობრივ ინფორმაციას და მუსიკას ახლავს რაღაცა ყოველთვის ემოციური სარჩული. და ბავშვების შემთხვევაში ის ემოციური სარჩული, რაც მათ განვითარებას შეესაბამება. შემდეგ მეორე ნამდვილად ეფექტური და ხანგრძლივი ცოდნის ათვისება ხდება მაშინ, როცა ბავშვები მუსიკას განიცდიან, ანუ ვიმეორებთ პრინციპში და გამოცდიან, არა როგორც საგანს ან საგნობრივ შინაარს, არამედ გამოცდიან მუსიკის მნიშვნელობას მათი პიროვნებისთვის. და კიდე მე მგონი ერთი ხო ესეც თუ ვასწრებთ პრინციპში დროში, ერთი საინტერესო ის არის ბავშვების შემთხვევაში, რომ სენსორულ შთაბეჭდილებებს და ასევე გამოხატვის ფორმებს ერთმანეთისგან არ აცალკევებენ. რაც ნიშნავს, რომ ბავშვს როცა უხარია, არა მხოლოდ ამბობს, მაგალითად, რომ ვერბალურად რაღაც უხარია, ხო? რაღაც სურათზე როგორც ვხედავ, თან ტარს უკრავს, თან დახტის, ანუ მთელი სხეულით აჩვენებს ამ ყველაფერს. და როგორც წესი, როცა სწავლობენ ხოლმე დავუშვათ მუსიკას ან რაღაც სიმღერას, არც ამ მუსიკას აღიქვამენ ფრაგმენტირებულად, ან ამ კონტექსტიდან, სიტუაციიდან ამოგლეჯილად არ აღიქვამენ. ანუ მაგალითად პირველ კუპლეტს და მეორე კუპლეტს რო ერთ და იგივე მელოდია აქვს და სხვა ტექსტი მაგის ახმაც არ აქვს, იმიტომ რომ ტექსტს და მელოდიას, რიტმს არაფერს არ აცალკევებენ ერთმანეთისგან. ხო და რაც არათუ ცუდია, არამედ ძალიან კარგია და როგორც ვთქვით, პირიქით, ბევრს დასრულ ადამიანს და არტისტს სჭირდება ამაზე მუშაობა, რომ აი ეს სენსორული შთაბეჭდილებები და ეს თვითგამოხატვის ხერხები რაღაცა ერთმანეთისგან არ განაცალკეოს და როდესაც მაგალითად ემოციური სარჩული გამოცვლილი აქვს, რაღაცა პატრიოტულს ვამღერებთ, ან რაღაცა დავუშვათ ზეიმები წარმოვიდგინოთ, როცა ვუყურებთ და გვეცოდება მაგალითად ბავშვები, ხო? ხედავთ ხო სხეულის ენა გვეუბნება, რომ მღერიან რაღაცა ისეთზე, რაზეც საერთოდ მათი თვითგამოხატვა, სენსორული რა ინფორმაციას მოდის, ყველაფერი არის აბსოლუტურად ფრაგმენტირებული და არც ესმით რეალურად რას აკეთებენ. და ესეთი ნასწავლი მუსიკა და ის მელოდიების და ყველაფერიც კვლევებით ვიცით, რომ არის ძალიან ხანმოკლე. არ აქვს არანაირი ფასი. და მოდით მეორე მომდენო სლაიდზე რატომ რაღაც უცებ ვერ გადავდივარ, გაჭედა მე მგონი, მოდი კიდევ ერთხელ ვცდი. ესე ვცდი, navigator. და ხო, ამას კიდევ რაღაცას დავამატებდი, მუსიკის მასწავლებლობა ადრეულ მუსიკალური განათლების დარგში არ ნიშნავს აბსტრაქტული და იზოლირებული მუსიკალური პარამეტრების სწავლებას.
არამედ ბავშვებისთვის მარტო და სხვებთან ერთად მუსიცირების და სხვა მუსიკალური აქტივობების მოსინჯვის ხალისის და ინტერესის გაღვევებას. და ამას დავამატებდი, რომელიც გარკვეულწილად ისე მეორდება, იმეორებს იმას, რაც თქვით, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ მუსიკას ახლავს ტერმინები, ხო, და კანონზომიერებები, მაგრამ ტერმინები არ არის ჩვენი პირველი მიზანი და არც ის პარამეტრები, ხო, რაც ვთქვით, ჩქარი, ნელი, აჩქარება, შენელება და რიტედანტო, რატომ ანუ შევიდეთ და იცით რა, ეხლა დღეს ვისწავლით ჩვენ რას ნიშნავს რიტედანტო. ეს არადოს არ არის ჩვენი პირველადი მიზანი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფენომენს და შინაარსს გამოცდიან ბავშვები, მხოლოდ მას შემდეგ ვარქმევთ სახელს. არც არის ზოგადად არაფერი საჭირო რიტედანტო დაარქვა, მაგრამ მაგალითად ვთქვათ აჩქარება. მაგალითად შევიტანოთ, მე მგონი ქართულად ქვია ბზრიალა, ხო? აი პატარა რაღაცას რო ატრიალებ და რო ჩქარდება, ანახო და მე ესე ვნელდება, ხო და ჩერდება. მე ბავშვებმა იბზრიალონ თვითონ, ან ინსტრუმენტით გაუკეთონ ამ ყველაფერს აკომპანირება და მხოლოდ ამის შემდეგ ვარქმევთ სახელს და შემოგვაქვს დარგობრივი ტერმინი აჩქარება ან შენელება. აი ერთ მაგალითს გაჩვენებთ ვიდეოს, ზუსტად ანუ აჩქარების და შენელების ახსნა რომ მინდოდა, ჩვენ ესე ვთქვათ სცენა არის ის რომ რაღაცა ისე გვაქვს დღესასწაული, თუ რაღაცა ფართიზე ვართ, გავაკეთეთ საქანელები და მე იმედია ვთქვით და ანუ არის რომელიც არუსელის მუსიკა, საქანელის მუსიკა, რომელიც ხარდება და მე დავასტოპებ, რომ ძალიან დიდი დრო არ წაიღოს, მაგრამ მივხვდით, ხო? ანუ დაჩქარდა, აშენელდა, ამაზე იბზრიალებენ, რა ვიცი, ანუ გააკეთებენ რამდენიმეჯერ და ხო, მე გამოვიყენებთ ესე ვერბალურად სიტყვას, ხო, რომ რა მოხდა, აჩქარდა და შენელდა. და ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა მიცით და რაღაც ამ იმით პრინციპით ხელმძღვანელობთ და რა კომპონენტები ამ მნიშვნელოვანი, რომ ეს უნდა იყოს სახალისო. გარედან მიზნები არ უნდა იყოს თავსმოხვეული და ხო, უნდა იყოს იძულების გარეშე. ბევრი არ მინდა რომ ვილაპარაკო, მაგრამ არც რამე მნიშვნელოვანი გამომჩეს. ანუ სწავლა თვითონ მაინც ესე ვთქვათ აკადემიური სწავლა იწყება სკოლის ასაკში, როდესაც სწავლობს და თვითონ პროცესი დიდად ასიამნო არ არის, მაგრამ რაღაცა მიზანი არის დიადი, ხო? და რაღაც მომავალში პერფორმანსზე და შედეგზე ორიენტირებულია. ამიტომ დღეს რო არ გსიამოვნებს, ხო, რაღაცა სწავლის კენწეროში გათბილდების, მოკლედ. და ხშირად ამ კონცეფციის გაგება და მომავალზე ესე შორიყურება თვითონ სკოლის მოსწავლეებს უჭირდა სკოლამდელ ასაკში სრულიად წარმოუდგენელი არის. ამიტომ დიადი მიზნით ვერანაირი ის რა ქვია მოტივირება ვერ მოხდება პატარა ბავშვების და ამიტომ მაგალითად პატარა ბავშვი როცა ხელის მოჭიდება სწავლობს, იმეორებს ბევრჯერ. ასევე როცა მოზრდილი ბავშვი სკოლის ასაკში გამების სწავლა უნდა, იმეორებს ბევრჯერ, ხო? ანუ პროცესი ერთ და იგივეა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ პირველ შემთხვევაში ბავშვი იმიტომ არ იმეორებს ხელის მოჭიდებას, რომ უნდა რომ მე ხელის მოჭიდება შეეძლოს, არამედ იმიტომ რომ თვითონ ხელის მოჭიდება არის ახალისო. ანუ პროცესი და მიზანი არის ერთი და იგივე. მეორე შემთხვევაში, როცა გამებს ეცადინეობს, იმიტომ ეცადინეობს, რომ გამების სიმღერა შეეძლოს, რომელიც მე რაღაცა სიმღერების, ხო, მოკლედ, სხვა მიზნები აქვს ამ ყველაფერს. და ესეთი პარადოქსული ფორმა არის მოკლედ თამაშის სწავლების, რომ ვინც თამაშობს, სწავლობს, მაგრამ არავინ თამაშობს იმისთვის, რომ ისწავლოს. და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ერთი, რომ თამაშს და ზოგადად მუსიკას რა საერთო აქვთ. ანუ თამაშის პროცესზე მოქმედებაზე ორიენტირებულია ორივე, კეთებისგან კმაყოფილების მიღება და კონცენტრაცია პროცესის განვითარების ხაზზე და დინამიკაზე. და ხშირად ენაშიც აირეკლება, ქართულად ესე არ ვამბობთ, მაგრამ ინგლისურადაც, გერმანულადაც, ფრანგულად ვამბობთ, რომ პიანინოს თამაშობ, გიტარას თამაშობ. და ვინც ახერხებს, რომ მუსიკით თამაშოს და ამით სიამოვნება მიიღოს, მისი მუსიცირება არის ყოველთვის ცოცხალი და ზოგადად ამ შემთხვევაში, როცა მართლა პერფორმანსია საუბარი, ჩვენ ძალიან სიამოვნებს ესეთი პერფორმანსის ნახვა. და რადგან მომავალში, ხო, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ასევე მათ მომავალზე, ხო, ჩვენ ვუღვიძებთ მათ მუსიკის სიყვარულს და წარმოვიდგენთ, რომ მე მომავალში ან ინსტრუმენტით, ან სიმღერით, ან ერთად დაკავდება, რომელიც რა თქმა უნდა ახლავს
დისციპლინირებული ვარჯიში ამ ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ პატარა ასაკში მუსიკის თამაში და სიხარულის მიღება და კმაყოფილების მიღება ვასწავლოთ, რომ ეს შემდეგაც არ დაავიწყდეთ, რომ ეს რაღაცა რობოტულ, რაღაცა ძალიან შედეგზე ორიენტირებულ, მაშინ არ გადაიქცეს მუსიცირება. და ხო, მნიშვნელოვანია რომ ან ჩვენ ხო გვაქვს ასევე ჩვენი დარგობრივი მიზნებით შევდივართ, მაგრამ არ მოხდეს მიზნების პროცესის დომინირება, იმიტომ რომ თამაში შეიძლება ჩავშალოთ მასწავლებლებმა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია თამაში რამდენად ესეთია, ხო? საინტერესო და სახალისო. ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვანახოთ, რომ ძალიან ხალისით მუსიცირებთ და ყველაფერი მათთან ერთად გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ჯგუფის ნაწილი. და ხო, როგორც ვახსენე უკვე ყოველთვის, ესე ვთქვათ, თუ ძალიან ხარ კონტექსტიდან ამოვარდნელი არ არის ბავშვების იდეები განვახორციელოთ, ეს კიდევ უფრო ინტენსიურს ხსნის გაკვეთილს. და მე მგონი არაფერი ისეთი დეტალი არ არის, მეტი რაც მავიწყდება. ეხლა ამ ყველაფერს ძალიან უცებ-უცებ ვიტყვი, რომელი სად ხდებოდა ჩვენი გაკვეთილის განმავლობაში. როცა პირველი თემა შემოვიტანეთ, ანუ ველაპარაკებოდით, გაზაფხულზე კითხვებს უსვამდით, ხო? ბავშვებს ვაძლევთ საშუალებას ისაუბრონ საკუთარ დაკვირვებებზე. გაგვეზიარონ სხვების საკუთარი შთაბეჭდილებები და ინფორმაცია. ანუ ესენი თან იძენენ თავდაჯერებულობას, ხო? მთელი ჯგუფის წინაშე ლაპარაკობენ. ვამახვილებთ კონკრეტულ თემებზე ყურადღებას, ვაკეთებთ გარკვეულ აქცენტებს, ვაწვდით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას, ხო? გაზაფხული იქნება, ეს შიტები იქნება თუ რაც იქნება. ვაჩვევთ წესების დაცვას. როცა ნაწარმოები წარვადგინეთ, შემოვიტან, ხო, ნაწარმოების წარმოდგენის დროს ვკითხეთ კომპოზიტორი მაგალითად თუ ადეკვატური იყო, რა თქმა უნდა, ასაკისთვის და რაღაცა ერთი ახალი მუსიკალური ტერმინი შემოვიტანეთ, ახსენით მათთვის გასაგებ ენაზე. შემოვიტანეთ ვიზუალური მასალა, ახმის და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, ხო, როგორც ვთქვით, მრავალფეროვნების პრინციპი და რაც უფრო მეტი ახმის ორგანოთი დაინახავენ, მით უკეთესი. მერე ყვავილების მოტივის წარდგენა გქონდა, მელოდიაც გქონდა, რიტმიც გქონდა, ტექსტიც გქონდა. ანუ მეტყველების ახალისებაც ხდებოდა, მუსიკალური პარამეტრებით შეგვიძლია დავუთოთ, ნელა, ჩქარა თუ ეს ყველაფერი, ანუ ძალიან ესეთი კომპლექსური პროცესები, ძალიან ბევრი რაღაცის ახალისება. ფიანი ნაწარმოების პირველად მოსმენა, მისი თანმიმდევრობის, ანუ ფაზლის დალაგება. რაღაცა ხო კონკრეტულებიდან, ფრაგმენტულებიდან თლიანი სახქმა, ამბის სახქმა, კოგნიტური სამუშაო, ხო, ფაზლს როცა აკეთებენ და აუდიო მასალა აღიქვეს ვიზუალურად. აუდიო მასალა, რომელიც ჯერ ხო არ ქონდათ მთლიანად მოსმენილი. შემდეგ, ყვავილების გაკეთება შარფებით, ანუ გვაქვს ფაქიზი მოტორიკა, გვაქვს რიტმი, გქონდა მეტყველება, ხო? თან რიტმოს ამ საურჯიშოს რო ამბობდით. გქონდა მომდევნო მუსიკალური პარამეტრი, მაჟორული გამა, რომელიც რაღაცა გვერდითი ეფექტია და როგორც ვახსენეთ ახლა, ხო? აბა ბავშვებო მაჟორულ გამა ვისწავლოთ, ანუ ამას არ ვიტყვით, საერთოდ არაფერს არ ვიტყვით, უბრალოდ გავხსნით ყვავილს და მაღლა ამავალ გერებს წავიმღერებთ. გაკვეთილის კულმინაცია იყო ხო ძალიან დიდი მრავალფეროვნება, იმიტომ რომ გქონდა მეტყველება, სივრცეში გადაადგილება, ცეკვა, როლური თამაში, სიმღერა, რიტმი, კონცენტრაცია, ხო, ყოველჯერ უნდა მოისმინო რის მერე რა მოდის. ფაქიზი და უხეში მოტორიკა, სოციალური დინამიკა, თვით გამოხატვა, მოკლედ თამაში მთელი თავისი ყველა კომპონენტით და გაკვეთილის დასასრული. მუსიკის სხვა მედიად გარდაქმნა, ნახატად გარდაქმნა, მრავალ შეზე და განზომილებაში გამოცდა, დინამიკის დამშვიდება და რეფლექსია. კი, მადლობა, დიდი უღრმესი მადლობა და ხშირად ვისურვებდი თქვენთან შეხვედრას. დიდი მადლობა. კი, და ხო, იმედია ესეც იქნება. მადლობა ყველას და რა მაინტერესებს ერთი წუთით, აი, ბავშვების რაოდენობა ასეთი მცირეა ჯგუფში თუ ეს ყოფთ თუ რატოა ასე? მუსიკალური სკოლა არც მიიღებს უფრო მეც, ანუ აი 7 ბავშვთან როცა ესეთ გაკვეთილს ვატარებ, ხო, ანუ გაკვეთილის ფორმების შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. შეიძლება უფრო გართობაზე ორიენტირებული გაკვეთილი იყოს, რომელიც ისეთი ენერგიულია და ისეთი გართობი, რომ ცოტა უფრო დიდი ჯგუფი დაიდიოს გაკვეთილმა. როდესაც აი ესეთი გაკვეთილია ეხლა რაც იყო, რომელიც ძალიან ბევრ კონცენტრაციას და ცოტა დელიკატურად ჩასატარებელი გაკვეთილი არის. აი თვითონაც როცა მოსინჯოს მასწავლებელი მიხვდება რომ რამდენჯერმე რო ჩაატარებს, მე უფრო კარგად ახერხებს მთელი ჯგუფის დინამიკის
მართვას. აი ხა ესენი რომ დაფრინავენ ან ძალიან როლებში რომ შეიჭრებიან 20 ბავშვი რომ ხმაურობს და ან დაფრინავს და 20-ვეს რომ ანუ რო ლაპარაკობ ეგეც რო არ ესმით. ანუ მე ვთვლი რომ არის განსაკუთრებით რაღაცა ფორმის გაკვეთილები, რომელიც ძალიან შემეცნებითია და დელიკატურია, სადაც ძალიან რთულია, როდესაც ხარ რაღაცა 12 ბავშვზე მეტი და ერთი ხარ თან ადამიანი. ანუ რაღაცა შეიძლება 5 ბავშვი დარბოდეს ისე, რომ აქეთ ერთზე უგნებოდე რომ გაჩერდი და იქით 5 დარბის და ხო რაღაცა მგონია, რომ ჩვენ 7-ზე ეს გაკვეთილები არის თან როცა მარტო არიან მშობლების გარეშე მევატარებ 3 წლის ბავშვებთან მშობლებთან ერთად. როცა მშობელი არის ადგილზე, მშობელია ბავშვზე პასუხისმგებელი. როცა მარტო არიან, მაქსიმუმ 7-8 ბავშვზე მეტი არ მყავს ხოლმე და მაგ დროს მაგ საშუალებათან ინდივიდუალურად დავინახო ყველას ქცევა. ვინ ნაკლებად ერთვება, ვის ცოტა სოციალური პრობლემა აქვს, ვინ ცოტა რაღაცა მორცხვადი ქცევა და დახმარება სჭირდება და ვის ცოტა რთული ქცევა აქვს და დამატებითი დავალების მიწემა სჭირდება და ასე შემდეგ. და ეს როცა 20-ია, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ეს გააკეთო. საღამოშვიდობის თათია. იცით რა მაინტერესებს? რამდენი ბავშვია ბაღის ჯგუფში, ერთ ჯგუფში, ასაკობრივად, მანდ? ბაღში გეტყვით, ანუ ბაღში უფრო მეტია. თვითონ ბაღის ჯგუფი? კი, ბაღის ჯგუფში, იმიტომ რომ ჩვენ ხო ჯგუფებით გაგვყავს ხო მუსიკაზე. მე ვარ ვერიკო სახიაშვილი, კი. სავარაუდოდ მე როგორც მახსოვს, ზუსტად ეგრე შემოაყავთ აღზრდებლებსაც. 15 ბავშვზე მეტი მე მგონი არ მახსენდება, რომ მეჯდეს. 15 ბავშვი არც ერთ ჯგუფში არ გვყავს ჩვენ, 25-ზე ზევით. 25 ძალიან დიდია, უნდა გაიყოს მუსიკისთვის, უნდა გაიყოს ეს ჯგუფი. და ჯობია რომ როტაცია გააკეთოთ და დაჟე ორ კვირაში ერთხელ გქონდეს ჯობია მუსიკის გაკვეთილი, თუ დაუშვათ კვირაში ერთხელ არის და როტაცია გააკეთონ ჯგუფებმა, ვიდრე 25 ბავშვი, რომელსაც თვითონაც სენსორულად ძალიან დამღლელია. 25 რომ ღერის, კი. ხო, წარმოუდგენელი არის და ხო, ძალიან კაი კითხვა, იმიტომ გკითხეთ მეც ჯგუფებზე და მაშინ გაყავით. ჩვენ დაჟე ხო აქ როცა ცოტა რთული ჯგუფები არის, რომლის დინამიკის კონტროლი ძალიან ჭირს, იმასაც დაჟე შეიძლება გავუყოთ და როტაცია გავაკეთოთ ხოლმე. და 45 წუთს ვატარებთ? კი. 45 წუთს ვატარებთ. მადლობა. არის ვარიანტები, როცა მუსიკალური სკოლები მაგალითად პატარა ბავშვებისთვის 30 წუთს აკეთებენ, მაგრამ ჯერ არ ყოფილა სიტუაცია, რომ თუ კარგი გაკვეთილია, 45 წუთი წამში გადის. აი, ერთი კითხვა მაქვს კიდევ, თუ შეიძლება. კი, ბატონო. აი, თქვენ თუ აწარმოებთ წლიურ გეგმას, ყოველკვირეულს ან ყოველდღიურს თუ როგორ არის? გაკვეთილის გეგმას გულისხმობთ, ანუ რას ჩავატარებ? და თქვენ წლიური, ხო? კი. ანუ ეხა მე ძალიან ბევრი მასალებიც მაქვს გერმანულ ენაზე. როგორც გითხარით, ხო, თავიდან როცა მუშაობა დავიწყე, მქონდა უზარმაზარი წიგნები, რომელიც მთელი წლის პროგრამა, რომელ ასაკში შერეული თუ რომელ ეს ყველაფერი. მე თვითონ ანუ რომელი რაებიც მომეწონა, რაებიც შევცვალე, ამას ეხლა ვცდილობ, რომ ვიწერ გაზაფხული, გაკვეთილი, დაახლოებით 36 კვირაა წელიწადში. და ამ 36 კვირაზე ეხლა ვცდილობ, რომ უკვე ჩემი გაკვეთილები ჩამოვწერო. რომ მე მომდევნო წელს ისევ თავიდან არ დავიწყო ფიქრი, როგორ გეგმავ ამ გაკვეთილს, ვიცოდე რომელ სიმღერებმა იყო კარგი და ფუნქციონირებდა და რაღაცნაირად რომ გაივარჯიშებ 2-3 წელი, 4 წელი ამას რო აკეთებ, ყოველ ჯერზე უკეთესად ატარებ თან ამ ყველაფერს, ყოველ ჯერზე უფრო მეტი სიღრმე აქვს ამ გაკვეთილს, ხარისხი იწევს ყოველ ჯერზე და რა თქმა უნდა მე იმპროვიზაციის და კრეატიულობის დონე იწევს, იმიტომ რომ ხო, თავდაჯერებული ხარ, ინფორმაცია გაქვს, ბაზა გაქვს და მე რასაც მინდა იმას შევცვლი. არა, ამ წუთას დოკუმენტირებას ვაკეთებ აი ამ გაკვეთილების კი. ანუ ანგარიშსაც აბარებ ჩემი? არა, ანგარიშს არავის არ ვაბარებ. ხარისხის კონტროლზე თუ საუბრობთ მაგალითად, ეს არის პირველად, როცა სამსახურში ამიყვანეს, მაშინ საცდელი გაკვეთილი, როდესაც ნამდვილ ჯგუფს მახვედრებენ და განყოფილების უფროსი, სკოლის უფროსი ზის და უყურებს როგორ ჩავატარებ საცდელ გაკვეთილს. და დიპლომის ხარისხი, ანუ აქ ხო მუსიკალურ სკოლაში ბაკალავრი უნდა გქონდეს როგორც მუსიკოს, რომ ეგ დაიწყო. მუსიკალური სკოლა. თვითონ ამ სკოლას ჯგუფში თუ ყავს მუსიკის აღზრდელი. თუ თქვენ ძანდივით მქონეთ. ხო, მუსიკალურ სკოლაში იცით რას გულისხმობთ? ეს ბავშვები ბაღშიც დადიან ცალკე და დამატებით აქტივობას დადიან მუსიკაზე. მუსიკას სკოლაში დაყავთ მუსიკაზე კიდე. და იქ ბაღში ყავთ თავიანთი მუსიკის აღზრდელი? და კიდე შეიძლება კიდე ცალკე მუსიკის ისიც ყავდეთ და აღზრდელებიც მღერიან, მოკლედ. ხო.
კი ბატონო, მოკლედ ხო გადავაცილეთ დროს, თუ რავი თქვენთვის არის ძალიან გვიანი. მე ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ლაპარაკით და როგორც თქვი, ესე ვთქვათ, ჩემი ის გააქვთ Facebook-ზეც თხოვნა იქნება რომ დამამატოთ და რაღაცა ჯგუფის იქნება გავაკეთო და დანარჩენი ეს პრობლემები რაც ვილაპარაკეთ ზუსტად ზეიმზე და რაღაცეებზე მე მგონი ხო რაღაცა ერთობლივად უნდა მოხდეს ამაზე ლაპარაკი და რაღაცა გზების მოძებნა რომ რაღაცა მასწავლებლები არ იყვნენ ამხელა სტრესის ქვეშ. მადლობა მუსიკოსთა პროფესიულ კავშირს რომ მოკლედ ესე ენთუზიაზმით შეხვდაო თო როგორც კი გავუზიარე რაღაცა ესეთი იდეა ძალიან დიდი მადლობა მას დეას ძალიან დიდი მადლობა მოდერაციისთვის და მე მგონი ნელა დავხუროთ ხო ჩვენი შეხვედრა მადლობთ ჩანაწერი დაიდება დიდი მადლობა საინტერესო იყო ძალიან. დიდი მადლობა, საინტერესო იყო დღევანდელი საღამო. დაახლოებით. მადლობა, კარგად წამდებოდეთ. მადლობა.